გადაცემის წარმოდგენია PSP. რა ბაზარია? რუსკა მაყაშვილთან ერთად. ყოველ სამშაბათს 20 საათზე. პოდკასტის ლინკი აღწერაში. დიდი მადლობა ბელს. გამარჯობა მოგესალმებით ბანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემას ვიწყებ ცენტრალური თემით, თან ცენტრალური თემით და თან სოლიდარობით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ევროსაბჭომ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია 99-3-ის წინააღმდეგ. რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. როგორც ისიც პატიმრებს შორის ერთ-ერთი ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი ონისე ცხადაძეა, სოლიდარობას უცხადებ რეჟიმის პოლიტპატიმრებს და მალე გათავისუფლებას გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო მეგობრებო. საქართველოს არალეგიტიმური მთავრობას ახალი საფიქრალი და სატკივარი გაუჩნდა ევროსაბჭოს რეზოლუციის გარდა. ბრიტანეთის მთავრობამ მკაცრი ფინანსური სანქციები დაუწესა რეჟიმის 4 მაღალ ჩინოსანს ძალოვანი სტრუქტურებიდან, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პროკურორი. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ვინც ონისე ცხადაძე და დანარჩენი პოლიტპატიმრები დააკავა, შემდეგ უკანონო პატიმრობა მიუსაჯა, შემდეგ ის ფონდები დააყადაგა, რომლის საშუალებითაც პატიმრების ოჯახებს ეხმარებოდნენ. ზუსტად ის ადამიანები აღმოჩნდნენ მკაცრი სანქციების ქვეშ. მათ ანგარიშები დაუყადაღეს საქართველოს მსხვილმა ბანკებმა სხვათა შორის. მოკლედ ქართული ოცნების დასანქცირებულ მაღალჩინოსნებზე გაცილებით უკეთ დღეს ონისე ცხადაძეა ციხეში ძვირფასო ტელემაყურებელს მორალურადაც და უკვე ფინანსურადაც მინდა გითხრა. თქვენ გონიათ ქართულ ოცნებას ეშინია ევროსაბჭოს რეზოლუცია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნები და ბრიტანეთის სანქციები, რას უკაცრავად. ნახოთ უდიდესი ქართველი პოლიტიკოსის ნინო წილოსანის განცხადება. ჩვენ აღარ ვართ ერი, რომელიც ვერხვის ფოთოლივით ირხევა გარედან წამოსული კრიტიკის თუ შეტევების შესაბამისად. ნინ არ შემიძლია არ დაგეთანხმო. მეცაც გეტყვი, ჩვენი ქვეყანა ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარივით აშრიალდება უშორეს ზღაპრად. თუ ეს საჭირო იქნება, რა თქმა უნდა. არა ნინ. ძალიან მეპოეტურებით და ძალიან მეგალაქტიონებით ქალბატონო ნინო. ძალიან ასეთი მკაცრი და ულამაზესი განცხადებით დახვდა ნინო წილოსანი დასავლეთის შემოტევას. აქვე მინდა დავამატო, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ქართული ოცნება გაზაფხულივით მოგვეპარა და გაზაფხულივით ჩვენში დარჩა აგვერ უკვე მე-13 წელია. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა არალეგიტიმურმა მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული ოცნება ჩვეულებრივი რუსული ძალაა. ნახოთ როგორი ტექსტი გაავრცელა მთავრობის ოფიციალურმა გვერდმა 9 აპრილს. არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ვკითხულობთ. 9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამ განცხადებაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? როგორც უცხოური ძალის ენაზე იტყვიან, ივოზნაეთ. ობახიძე უცხო ძალამ განახორციელა ძალადობაო, კი, უცხოური ძალა იყო. როდიონოვი ხო წარმოშობით ჩრდილოეთ კაროლინადან იყო. რა კავშირშია რუსეთთან საერთოდ როდიონოვი. გლობალური ომის პარტიას და Deep States რეიგანიც მუჩში ყავდა მაშინ. და ეთყობა მაგათი იქიდან არის ყველაფერი.
ირაკლი კობახიძე, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი უკვე განცხადებებს კი აღარ ავრცელებს სირცხვილებს. ანუ მის ნათქვამს განცხადებების ნაცვლად უნდა უწოდოთ სირცხვილი. ირაკლი კობახიძემ გაავრცელა მორიგი სირცხვილი. აი ესე რომ დავართქვათ ყველაფერს თავისი სახელი. მეც მინდა მსგავსი განცხადება გავაკეთო. ვინმე რო არ გავაღიზიანო, ასე ვიტყვი. მე ვფიქრობ, რომ ეს მთავრობა არის განთავსებული უცხოური ძალის ტანის ქვემო უკანა მხრის რბილ ნაწილში მდებარე ღრმულში. აბა პირდაპირ ხო არ ვიტყვი რუსეთის იქ თქონმა, ხო, ნუ ხერხულია მე. უცხოური კორექტული ვარ. მოკლედ 9 აპრილს ოცნებიდან რუსები საერთოდ არავის უხსენებია ძვირფასო ტელემაყურებლებო. არავის. ისეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ რუსები საერთოდ არ შემოსულან 9 აპრილს ჩვენთან. ან თუ შემოვიდნენ, მშვიდობიანად შემოვიდნენ და ჩვენ წამოვეგეთ პროვოკაციაზე. მე ასე ვფიქრობ 9 აპრილს. აშკარად შეეძლო მერაბ კოსტავას ამ კონფლიქტის არიდება. ცოცხლები რომ იყვნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, ახლა იქნებოდნენ დაბარებული თეატრ-ლუკიანის საგამოძიებო კომისიაში. თეადასვამ და კითხვას, თქვენ გქონდათ ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რატომ არ აირიდეთ საფრთხე თავიდან? ზვიად მერაბ ხმას ნუ უწევთ. ხმას ნუ უწევთ თუ შეიძლება. არავინ არ არის აქ თქვენზე დაკლები პატრიოტები და კაცები. წესიერად მოიქეცით. ესე იცის ხოლმე. 9 აპრილს მემორიალთან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტპატიმრების მშობლები. ისინი წინა დღით მივიდნენ რუსთაველზე, მთელი ღამე იქ გაათიეს. დილით მათ ყვავილებით შეამკეს მემორიალი. ამის პარალელურად ქართულმა ოცნებამ საკუთარი აქტივისტები მიუგზავნა პროვოკაციის მოსაწყობად. შეიძლება ითქვას, რომ 9 აპრილს ახალგაზრდებმა მემორიალთან ტიტები მიიტანეს და მთავრობამ ტიტუშკები. გადავდივართ სკანდალურ თემაზე. გაავრცელდა ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვა. გვარამიამ გაავრცელა ესეთი ინფორმაცია. ტრაფიკინგის ხერპლია ირაკლი ღარიბაშვილი, მე ასე ვფიქრობ. შეიძლება ახლა მისი ნების წინააღმდეგ ამუშაოს, ხო? ნუ მოკლედ უკვე ოლიგარქის მსახურებაში ყოფნისთვის მხოლოდ სული აღარაა საკმარისი ძვირფასო მეგობრებო, პასპორტსაც ითხოვენ. პასპორტი ალბათ იმიტომ ჩამოართვეს, რომ უცხოეთში არ წავიდეს ყოფილი პრემიერი, რაღაცებს შეატყო ეთყობა ბიძინამ, რომ რაღაცა და ჩამოართვა პასპორტი. ანუ შეიძლება ითქვას ბიძინას ღარიბაშვილი პასპორტი იტყავს დაჭერილი. აჰა, ესე იგი ღარიბაშვილს ქვეყნის დატოვება უნდა. ესე გაავრცელეს ინფორმაცია, ვერ გადის, ანუ პასპორტი არ აქვს. ბაჩიაშვილისგან განსხვავებით ირაკლის ცოტა რაღაცა სხვა გაბარიტების ისჭირდება. Toyota Camry-ის უკანა სამალავი არ დაჭირდება, მინდა გითხრათ. ღარიბა ახლა ისია და პატარავებული. შეგიძლია ვიზიარის 8 კილოიან ხელჩანთაში ჩადო და ისე გადაიტანო საზღვარზე, რომ წონაშიც რო არ გადაიხადო თეთრი. ბიძინა ისია შიშებით შეპყრობილი, რომ შეიძლება ღარიბაშვილი დენდროლოგიურის რომელიმე გალიაში წავდეს გამოკეტილი. არ ვიცი, მე არ მესმის, რატომ არ ენდობა ამ ადამიანს. კაცმა მთელი თავის ცხოვრება შეალია ბიძინა ივანიშვილს. მართლაც აი ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით შეალია ბიძინა ივანიშვილს. ბიძინას ზებრამ შეიძლება უფრო მეტი ილაპარაკოს ბიძინას წინააღმდეგ, ვიდრე ღარიბაშვილმა და რატო შეიძლება ღარიბაშვილს არ ენდებოდეს, მე არ მესმის. ნუ ღარიბაშვილი ხმას ვერ იღებს, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ პასპორტი აქვს ჩამორთმეული. ხმა რო ამოიღოს, დაუტოვებენ მარტო ჩუსტებს და სალამურს. ანუ რითაც მივიდა ბიძინასთან და საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი, მხოლოდ იმ ორ ნივთს დაუტოვებს ჩემი აზრით. მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო ქართულ ოცნებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს. უფრო სწორად უკვე გამოყენებული ჩინოვნიკების მოშორების პროცესს. რამდენიმე დღის წინ აჭარის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ისე უეცრად მოცელეს თანამდებობიდან, რომ პრესკონფერენციას კი არ ჩაატარებინეს. პრესკონფერენციას ვინ დაეძებს, რიკოძე ჩამოსვეს სასადილოსთან და იქ დატოვეს. ალბათ იტყვით ამდენი წელი მორჩილად ემსახურა ბიძინა ივანიშვილს და ისე გააგდო ხმაც არ ამოაღებინაო. აი სწორედ ესაა ბიძინას მონობის სიმძიმე. თავიდან შეგაქებს, გაგანებიურებს, ცოტას აგამჩატებს, მერე გაგაყეყეჩებს, მერე ცოტას გაგათამამებს, ცოტას ამბიციურსაც გახდის და ბოლოს ისე გაგაგდებს. მიხვდები რომ კაპიკია შენი ფასი. ასეთია ოლიგარქის ბუნება, რით ვერ დაიმახსოვრეთ.
ასე რომ ოცნების ჩინოვნიკებს მინდა მივმართო ძალიან გიხარიათ ის რომ ჯერ კიდევ თანამდებობებზე ხართ იგივე გელით თქვენც უბრალოდ ჯერ თქვენ ხართ ცოტათი გათამამების ეტაპზე და ვერ გძნობთ აი ამ საფრთხეს სანქციების ხალხის პროტესტის და ოცნებაში საკადრო გაუგებრობის ფონზე მთავრობამ ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში და კანონში კერძოდ კი საარჩევნო უბნებზე იკრძალება ფოტო-ვიდეო გადაღება და პირადობის მოწმობის მოთხოვნა, რომ ამა მანახი შენი პირადობის მოწმობა. აი კომისიის წევრების მიერ რომ მოითხოვ ამის მოთხოვნა, ესენი იკრძალება. ცოტაც გაუძენით ხალხო და სულ მალე აი ნახავთ არჩევნებზე ჩვენი მისვლა საერთოდ აღარ იქნება საჭირო. მე როცა მაგალითად ახლა ქართული ოცნების ამომრჩეველი ვარ, საყურარ თავზე მეტად ბატონ ბიძინას ვენდობი მე პირადად. რა თქმა უნდა, იმან უკეთ იცის ჩემი კეთილდღეობისთვის რომელი კანდიდატია უკეთესი იმ არსებული ერთი კანდიდატიდან რომელიც ბიულეტენში იქნება უახლოეს მომავალში ცესკოში ასევე მიიღებენ კანონს რომლის მიხედვითაც თუ ვინმე მოქალაქე ბღუჯად ყრის ბიულეტის ურნაში ხელი არ უნდა შეუშალოთ და უნდა მისცეთ საშუალება თავისუფლად დააფიქსიროს ამ ერთმა ადამიანმა 1000 თანამოქალაქის თავისუფალი არჩევანი. ამაშიც უნდა მივანიჭოთ თავისუფლება. და წნარ გარემოში. ალბათ გახსოვთ ქართული ოცნების უცნაური ლობისტი ამერიკაში კიმბერლი ლოუ, საოცარი ქალბატონი. საოცარი. მოდით ნახოთ რა გრანდიოზული გეგმები აქვს კიმბერლის საქართველოსთან დაკავშირებით. სოფლიო მშვიდობის სამიძე კიმბერლი ამბობს, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე ჩატარდება ტრამპი, პუტინი და სი ძინპინია მოწვეული საქართველოში. საქართველოში ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი. სავარაუდოდ კიმბერლი ლოუს მსგავსად ტრამპს, პუტინს და სი ძინპინსაც ზუგდიდი საკრებულოობა სპინძლებს. კიმბერლი ლოუ ფაქტიურად გვეუბნება, რომ საქართველო იქნება მსოფლიო პოლიტიკის ჭიპი. აქ გადაწყდება როგორ გადანაწილდება მსოფლიო. თან წარმოიდგინეთ, მსოფლიოს ახალი გადანაწილება მოხდება საქართველოში. და აქ ამხელა საქმეში რომ მონაწილეობას მივიღებთ ჩვენ საქართველო. ჩვენ ისევ ეს პატარა ქვეყანა დაგვრჩება. თვითონ გადაინაწილებენ. აქ ხდება ყველაფერი. ძალიან სერიოზული ლობისტი ყავს ქართულ ოცნებას ამერიკაში ამ ქალის სახით. ისე მაგრად დაალაგა სიტუაცია, რომ პირდაპირ აქ აწყობს მსოფლიო 3 გიგანტი ქვეყნის ლიდერების შეხვედრას. ფაქტიურად კიმბერლიზე დგას მსოფლიოს მშვიდობის ბედი. არადა აქ რომ იყო ჩამოსული ზუგდიდში ვათხოვებდით. ბედზე ვართ გადარჩენილები ვიღა მოიცლი და მე აი ამ მსოფლიოსთვის და აი ამ სამიტისთვის ფულში ეკნებოდა ხელები ახლა ამ ქალს ჩადებული. გადავრჩით მართლა ბედზე რა არადა ყავდა კაი მთხოვნელი ყავდა კაი მეგრელი ბიჭი. ბოლოსკენ შემოვინახე ისეთი საათუთი და ულამაზესი თემა როგორიცაა ირაკლი კობახის ინტერვიუ ნოე სულაბერიძესთან. ჩემი აზრით ეს არ იყო გადაცემა, ეს იყო ხელოვნების ნიმუში. ეს გადაცემა უნდა ინახებოდეს ეროვნულ მუზეუმში. ნოე სულაბერიძე ისე უყურებდა ირაკლი კობახიძეს ინტერვიუს განმავლობაში, როგორც ნოე უყურებს ირაკლი კობახიძეს. რამე შედარება მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ამას სხვას ვერ შევადარებ, ძვირფასო მეგობრებო, შეუდარებელი იყო. ორიგინალური იყო მთლიანად გადაცემა. ასევე ორიგინალური იყო დამშვიდობებაც. აი ნახოთ, როგორ დაემშვიდობა ნოე ირაკლი კობახიძეს, ნახოთ. კი არ წამოდგნენ და ისე კი არ ჩამოართვა ხელი, არა, მაქსიმალურად დაიხარა და ქვემოთ ჩამოართვა ხელი ფსკერთან ახლოს. ირაკლი კობახიძე გადაცემის სრულობისას დაიღვარა ბიძინას კომპლიმენტებად. საოცარი სიტყვები თქვა ბიძინა ივანიშვილიძე ძალიან დიდი ცოდნას იღებს, როდესაც აკვირდება იმას თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი, როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ მსჯელობს ურთულეს საკითხებზე. მე მაოცებს მისი თვალები, ბროლის კბილები. მას შემდეგ რაც ის გავიცანი ვაღიარეს სრული აპოთეოზი, სულიერი სილამაზისა და სიმშვენიერისა.
ზურიკელა რომ მერისთვის წერილს წერდა, მსგავსი ფრაზებს ამბობდა ირაკლი კობახიძე ბიზინაზე. მოდი ნახოთ რა უპასუხა ირაკლიმ ნოეს შეკითხვაზე, თუ ვისგან იღებს ის რჩევებს. ვინ არის თქვენი საუკეთესო მრჩეველი? ჩვენი გუნდის საბატონო თავმჯდომარეს ის თვითონ არის, ასე ვთქვათ, ლიდერი და ამიტომ ძალიან დიდ ცოდნას იღებ, როდესაც საგვირდება იმას, თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახიდან რჩევებიც ბუნებრივია. მაქვს ასევე იმის ფუფუნება, რომ ოჯახის წევრი იყო მაჩემი. რჩევებს ძირითადად ბიზინასგან და მამაჩემისგან ვიღებო. ჯერ ბიზინა თქვა და მერე მამა. არცაა გასაკვირი, მამა ერთია და ბიზინა ერთადერთი. თანმიმდევრობას დააკვირდით, როგორ უპასუხა ირაკლიმ რჩევებს ძირითადად ბიზინასგან და მამასგან ვიღებო. პირველი მაინც ბიზინაა და მამის რჩევაც ეგ არის, რომ ბიზინას რჩევები გაითვალისწინოს. მიხვდით რა შეასაქმე. მორიგი საინტერესო ფრაზა თქვა ირაკლი, მოდით ნახოთ ეს ვიდეოც. რამდენჯერმე მაქვს ნათქვა, მე გადაერთხელ ვიტყვი, რომ რაღაც ჭადრაკისებური გათვლა შეუძლია მას თავისი ნაბიჯების, სვლების და მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი 2012 წელს ცვლილებების განხორციელება. ბიზინას სვლების ჭადრაკისებული გათვლა შეუძლიაო. მართალია ჭადრაკი არ იცის, თორე სვლები იცოცხლე არაჩვეულებრივად იცის. ივანიშვილა იდეალურადაც კი. რომ დავაკვირდეთ ბიზნეს ნაბიჯებს, მართლაც რომ ჭადრაკისებულ სვლებს და გათვლებს აკეთებს. 2012 წელს რომ მეფე გახდა, იმის შემდეგ სასწაულო როქებს აკეთებს. როცა უნდა წაავა, როცა უნდა დაბრუნდება, პაიკებს წირავს, ძირითადად და ხანდახან ამ პაიკების წყალობით კაი ხნის დახოცილ ფიგურებსაც აცოცხლებს და აბრუნებს პოლიტიკაში. ჯერჯერობით იგებს პარტიას, მაგრამ ერთი რამ ავიწყდება ბიზინა ივანიშვილის თამაშის ბოლოს მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრის მოსახლეობა. ძვირფასო მეგობრებო, აი ამით მინდა დავასრულოთ დღევანდელი ჩემი მონოლოგი. დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი თამუნალ ეკვეიშვილის ხელმძღვანელობს. მადლობთ. ძირფასო ტელემაყურებლებო, მინდა ერთი სასიამოვნო სიახლის შესახებ გამცნოთ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა. გავაკეთეთ ახალი სატელევიზიო გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. ჩვენი არხის ნახვა შეგიძლიათ მაგთიზე, რომლის ნომერია 45. და ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ სტუმრად მოვიწვიეთ ახალი შაბათ შოუს მსახიობები ვასო ფხაკაძე, თამუნალ ეკვეიშვილი და თათია სულუაშვილი. აქვე მინდა შეგახსოვოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმომადგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ასევე გადაცემის სპონსორია კომპანია სანდომი. სანდომის პასკები მრავალფეროვანი არჩევანი, ტრადიციული გემო. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი, ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე ლუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია ეკოვუდი. ეკოვუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოვუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა, პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია ვოიჯი, ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. აქვე მინდა შეგახსოვოთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ქართული ოცნების ტროლებთან არსებული საინფორმაციო გამოშვება ბოღმა ნიუსი. მოგესალმებათ გადაცემა ბოღმა ნიუსი და მე მისი უცვლელი იმპერატორი წამყვანიუს ვასილიუსი ბოღმა ნიუსი გახლავართ. გადაცემას ვიწყებთ ცენტრალური ბოღმა ნიუსით. ჩვენს საყვარელ მთავრობასთან დაახლოებული სიკეთის მკეთებელი კომპანია ყვარლის ბაგა და მისი სტიქაროსანი მფლობელი უსამშობლოების მხრიდან
ტალახის სროლის მსხვერპლი გახდა. არ ინერვიულოთ ბატონო ლაშა. თუ ამ რადიკალების გამო თქვენს დროხებს რძე დაუჭრებად, პირადად მე გამოვიწველი, იმიტომ რომ ჩემი მკერდი მიწყობს ხელს. საზოგადოებაში გავრცელებული უთხარი ინფორმაციით პაპაშვილის ძროხების საკვებში სკლინტი რადიკალებმა შეურიეს, რომლებიც უცხოეთში Deep State-ის მიერ გადამზადებულმა ქათმებმა მოისაქმეს. აი, ამ ქათმებს მალე ვიყილავთ თეატრულუკიანის კომისიაში და მერე ვნახოთ ერთი როგორ იკაკანებთ თქვენ ქათმებო. ვაგზელებთ გამოშვებას. უღმერთო და ურწმუნო ნაციონალებმა ქაშვეთიდან გამოსულ ლოცვისგან მუხლებ გადატყავებულ ვატო შახარაშვილს ჟურნალისტის ფორმაში გადაცმული სატანა მიუგზავნეს და მონაძახებიეს. აი, ასეთი რიტუალები ცდილობენ ურწმუნოები ჭეშმარიტი მორწმუნესთვის თავგზის არევას და აიძულონ ამ მძიმე მარხვაში კბილები დაამტრიოს მოყვას. ბრიტანეთმა ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირა და სახელფასო ბარათები დაუბლოკა, რათა მურუსიძემ გრთამი ხელზე აიღოს და დოლარების დათვლისას თითები გაეცვითოს. ახლა კი ცნობები ოპოზიციიდან. მაგათი ხსენებას არ ვიდა. სანდო წყაროს მტკიცებით სისხლის სმელი სააკაშვილის ციხეში პურისგან ჯარის კაცებს აკეთებს, რომ ქვეყანა შტურმით აიღოს. ვერ ღირსები მაგათ, ვერ ღირსები. მეცნიერების მტკიცებით ნიკამელია სინამდვილეში ქერა და მომრჩეველს რომ ჭკვიანი ეგონოს ყოველდილით თმებს გამჭვირვალედ იღებავს. პატა ბურჭულაძე სინამდვილეში წვრილი ხმა აქვს და სცენაზე უბრალოდ პირს აღებს და მის ნაცვლად კულისებიდან გუბასთან იკიძე მღერისა. ღვინო უკახურო ვარ შენი მსმელი. გახარია საგამოძიებო კომისიაში დაიბარეს. რა უნდა გამოიძიონ? გახარია შემთხვევაშიო კითხულობს ხალხი. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, მას სამხარაულის ექსპერტიზაზე გადაიყვანენ და თათარაშვილის თეორიის ავთენტურობას დაადასტურებენ. რადიკალმა გვარამიამ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოართვეს. შენ ვიზერას ლაპარაკობ, შენ ტელევიზია ჩამორთმეულო. შენი ჭკვით იყავი თორე ნიკამელიასაც ჩამოგართმევ და მერე იარი ასე მოდურად ჩაცმულმა დუნიაზე. გრძელდება გამოშვება. ძვირფასო მეგობრებო, მე ხელში ჩამივარდა ლობიანი, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი მანქურთ ახალგაზრდებს ურიგებდა რუსთაველზე. ახლა გაჩვენებთ ლობიანის ნაცვლად სინამდვილეში რა არის შიგნით. ახალბაზრდა ბავშვმა მშიერმა გახსნა ლობიანი, რა ნახა შიგნით? ბავშვებმა კბილები დაიმტრიონ. შეგაგონია ნანუკა, ამით შემაშინებ? შედახვეწილო რადიკალო ნაზირალავ. არ შეგცება ჩემი კბილები, არ შეგცება ქართული ხალხის წამება. ბატონო რეჟისორი, თუ არაფერი დამისახო, რომ ამდენი კარგი ნიუსი წამიკითხე და იქნება რამე მომცეთ. მშია. ეს რა არის? ქათმის სკლინტია. ქათმის სკლინტია, ბატონო რეჟისორო? დიდი მადლობა ასეთი პროტეინებისთვის. არაფერი არ მემართება. საერთოდ არაფერი არ მემართება.
ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია Sandomi. Sandomi-ს პასკები, მრავალფეროვანი არჩევანი, ტრადიციული გემო. Sandomi ყველაზე ტკბილი ზღაპარი. ასევე გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია ეკოუდი. ეკოუდში დაგხვდებათ 30-ზე მეტი ხის სახეობის და 500-ზე მეტი დასახელების ხის სარემონტო პროდუქცია. ეკოუდი უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია Voice-G. Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენეთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათის შოუ ჯგუფი. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი სოლოლაკის სასახლის უპასპორტო ბინადარი. ასე დავარქვით. აქვე შეგახსენეთ რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდი სტუდია რომელსაც ვენდობთ. ნახოთ მუსიკალური ნომერი. ფასო მეგობრებო, სალამო. ჩვენი გადაცემის სტუმრები ვასო ფხაკაძე, თამუნა ლეკვეიშვილი და თათია სულიაშვილი. ახლა გადავა. აქ დავამთავრეთ. მოდი თამარ, მოდი მომენატრე. ყოფილიყო შემოსვლა თამუნა მაგიტო დავსვით დავტოვეთ. იმათ შეგონდა რამე იციან, ეს არის ყველაფერი. გრამის ხმაც კლავიშიდან ვიცი? ძალიან დიდი მადლობა. ნუ დღეს ძალიან საინტერესო თემაზე გვიწევს საუბარი. ეს ის არის რომ ეს ეხება ამბავს, რომელიც ჩვენს გარშემოა, მუდმივად ვაცხადებ ხოლმე, რომ დაელოდეთ სიახლეებს და ეს სიახლეც დადგა. ნუ ეს იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ესეთი აუხდენელი ოცნება, რომელიც ახდა მიზანი. ხო, რომელიც გავაკეთეთ უფასოდ, ანუ ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მოდი იყოს ნატურა, კარგი? ეს არის მიზანი და ნატურა. ახალი გასართობი არხი, რომელსაც ჩვენი არხი. აი ეს ქვია. აი შეხედეთ აი დღეს ვიყავი ბატონ ვერხიასთან მოგიკითხათ ყველა და ეს საჩუქრად გადმომცა. გააქვს. ტელევიზია, რომელსაც ქვია ჩვენი არხი. ჩვენი არხი კი არის. ლოგოც არაჩვეულებრივია, ანუ ფერითაც და ფორმითაც და რა ვიცი. ლოგოს დამზადებაში მოგვეხმარა ჩვენი ამერიკაში ემიგრირებული ძალიან ნიჭიერი გრაფიკოსი, რომელიც მუშაობს NBC Sports-ზე, დენის ცხადაია. აქედან მოვიკითხავ. მადლობა. მართლაც რომ ისე დაგვეხმარა მეგობარია ჩვენი და ძალიან კარგი ტიხრები და ლოგო და შეფუთვა აქვს მოკლედ ამ ჩვენ. ხო, მოდი ახლა არხზე თქვი ვასო ახლა რა ხდება და თამუნა თათია. ხო, ანუ არხი არის ჩვენი მეგობრებო, ჩვენი არხიც ქვია, ლოგოსაც ხედავთ ეს ჩვარი და ანუ თანამედროვე გადაწყვეტილება და ძალიან მოგვიწევს ჩრდილებში. ხო, ჩრდილებში და ანუ საერთოდ ეს ორანჟი ფერი ძალიან მოგვიწევს ყველას და ძალიან მოხდება იუმორისტულ არხს. ეს არხი იქნება სრულიად იუმორისტული, სრულიად გასართობი იქნება, ასე ვთქვათ. აქ იქნება ჩვენი არქივი ამდენი წლის განმავლობაში, ანუ რაც გაგვიკეთებია, რაც გვიშრომია 2000 რა ვიცი, აღარც ვითვლი უკვე. ხო, ნუ ბევრი წელია, მოკლედ. ჩვენ აღრიცხვიდან, რასაც ვაკეთებთ, ანუ პანარები რო ვარ, პირტიტველები რო ვართ. ესეთები, ანუ ის ამ არხზე იქნება ყველაფერი სკეჩები და ყველაფერი კარგი რაც გავკეთებ, მუსიკალური ნომრები და სულ ყველაფერი. და იქნება ისეთი პროდუქტიც ამ არხზე, რაც სატელევიზიო არ იყო და მხოლოდ ინტერნეტში ვდებდით ხოლმე ჩვენს YouTube-ს. საინტერესოა, იმიტომ რომ მაყურებელს სატელევიზიო ნანახი და ერთი სიტყვით მრავალფეროვნება იქნება. ძალიან მრავალფეროვნება იქნება გადაცემებისაც და ჟანრობრივათაც. მაგთიზე უნდა გადმორთონ. ხო, ვისაც გვაქვს მაგთი 45-ია ჩვენი არხის. ასევე ვიქნებით სილკნეძე, ძირფასო მეგობრებო და რა ვიცი, გვიყურეთ და ჩვენთან ერთად იხალისეთ. ბევრი ახალი გადაცემები დაემატება ამ არხს. სპონსორების გასარკვევად თქვა. ხო, ანუ სპონსორები თუ იქნებიან, ახალი გადაცემები. კარგი პროექტები გვაქვს ძალიან ბევრი. იქნებიან, მაინც იქნება ახალი გადაცემები.
ახალი გასართობი ტელევიზია. ჩვენი არხი. ჩვენი არხი. თქვენი განწყობისთვის. აქ არის ერთი ამბავი ის რომ აი ცოტა პოლიტიკურად ცოტა მძიმე პერიოდში მოგვიწია ყველაფრის გაკეთება. ესეც იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდი ზეწოლა არის ტელევიზიებზე, თუნდაც ფინანსური წნეხი და ჩვენი გუნდიც რა თქმა უნდა ამ წნეხის ქვეშ ვართ მუდმივად. მარტო ჩვენ დავჭით არხი. ამ ველზე დავჭით მარტო ჩვენ ვართ. ნუ შესაბამისად გვინდა რომ რაღაცა ჩვენს კონდეს რაღაცა ონისეს მოვიკითხავ აქედან ჩვენ ონისეს შენთვის ვაკანსია გვაქვს ახალ არხში. ელოდები ასე რომ მალე ონისეს და სხვა ყველას მოვიკითხავთ აქ. ყველას მოვიკითხავთ. მალე უკანონო პატიმრებს. კი ბატონო. რეჟიმის პატიმრებს მოვიკითხავთ აქედან მალე განთავისუფლება ბიჭებოდ. კი ბატონო, ესე იგი ჩვენი არხი ხა ბევრს ვეღარ ვისაუბრე, ამ ჯობია რომ პირველთან ერთად უყუროთ ჩვენ არხსაც, ეს ჩვენი არხიც ესეთი სახელია, ხო? ესეთი ჩვენია რა. ნახე რა, კაია ჩვენ არხზე გადართე. ხო, ანუ ოჯახურია. ოღონდ ეს არხი მართლა ჩვენია. უკვე ხო, მართლა ჩვენია. ასევე არის ერთი ძალიან საინტერესო პროექტი, რომლის მეორე ეპიზოდი დაიდო ინტერნეტში, ჩვენს YouTube არხზე მოგზა 2. მიხვდებით ხო, ანუ მოგზა 2, ეს 2 არიან, 2 და მოგზა. ანუ მოგზა შენ ხო არ ხარ? ანუ მოგზა რა. რომელიც ნუ რა თქმა უნდა ამ არხზეც გავა. დასაკვირველია ჩვენ არხზეც გავა. ძალიან კარგი და საინტერესო პროექტია, დიდებული, მსუყე, ისეთი რა გენაღლებათ, დადიხარ დასეინო. შრომატევადი, ანუ არ გეგონოს, აი გოგოები Პარიზში გაფრინდნენ და რა ენაღლებათ. მე აკვია. შენ სცენარზე რა დროს. ისეთი დილის 6-ზე ვდგებოდით, გავდიოდით. აი ეხლა. არ უნდა მეთქვა ეს? 6-ზე რა დაირეთ დგებოდით. აი რა მნიშვნელობა აქვს. 6-ზე იძინებდით. 6-ზე იძინებდით. მოკლედ ძალიან კარგი პროექტი დავიწყეთ, საინტერესო, გვინდოდა რომ ყოფილიყო რაღაც გასართობიცი, უმორისტულიც, ცოტა მხიარული და რაღაც განსხვავებული და მოვიფიქრეთ ერთობლივად და ნუ ესეთი მოგზა 2, ესეთი პირველი 2 ეპიზოდი იყო პარიზიდან. შემდეგს დავაანონსებთ ცოტა ხანში. ჩვენ უკვე ჩვენს წარმოსახვაში ვიცით სადაც გვინდა, მაგრამ ნუ სპონსორებიც თუ შეგვეხმიანებიან, უფრო მალე დავაანონსებთ რომელი იქნება შემდეგი. თუ არ შეგვეხმიანებიან, ძალიან მარტივი ასახსენია. ამ ორმა უნდა იწანწალონ და თქვენ ფული უნდა გადაიხადოთ. ამ ეს 2 უნდა აგულაოთ, მოკლედ რა, რო იცოდეთ. მაგრამ სპონსორი საინტერესოდი ხდის ფულს, ნახე. მაგაშია საქმე. ხო. აი პარიზში რომ რაღაც ქართული რაღაცის წარმოებულ პროდუქტს მიირთმევ. არ არის საინტერესო? როგორ ბატონო? კი. ხო, კაი რეკლამა იქნებოდა. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. საინტერესოა რომ იქ ჩვენი ოპერატორის მოყვებათ, ხო და ნუ გიგა ადამიანია. გიგა ხო. კი. გიგა. მოყვეთ რაღაც ისტორია. გიგას ერთი ძალიან საინტერესო ამბავი. ჩქარა. მიდი. ნუ ერთ-ერთ მოლში ვართ წასულები. დიდი მოლია, გადაგება გვინდოდა, მაგრამ უფლება არ მოგცეს რომ გადაგვეღო და ნუ გიგა კამერით დგას. და ჩვენ ვართ შესული რაღაც სამკაულების, პირსინგების, საყურებს, რაღაცებს ვათვალიერებთ. თამუნამ გადაწყვიტა რომ სამკაულები როგორც ყველა როცა მივდივარ სხვადასხვა ქვეყნებში თამუნას ჩამოაქვს სამკაულები. ნუ ეს უყვარს. და მე შევყევი ვარჩევთ ერთად და დავინახე რომ გიგასთან მისულია 2 ფერადკანიანი. მაღალი დიდი ტიპი რა. და ელაპარაკება რაღაცაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციეთ. ნუ ეს ჯობია თუ ეს თამარი მეკითხება. მე მგონი ეს ჯობია. მე მგონი ეს ეს გაგრძელდა, ეს ძალიან გაგრძელდა ეს ამაში. და უცებ გვესმის. გიგას ხმა გვესმის. ცოტა აღელვებული ხო გვესმის. ხო. This is Shabati show production. ოღონდ სანამ Shabati show. No, this is no, this is Shabati show's production. Actually Shabati show's woman. This is no. ხოდა და მივაწოდე თამაშს და მივედა გიგა მეთქი ვის რას უხსნი? რა შეაინტერესებს ამათ Shabati show თამუნა ლეკვეიშვილი, თათია სულვაშვილი, რა ხდება? და თურმე რა ხდება და რაზე ელაპარაკება გიგა რა არა ეს 2 ათლეტური აღნაგობის ფერადკანიანი ყმაწვილი მიადგა და თურმე უნდათ ჩემი და თამუნას ეროტიულ ფილმში გადახდა მოეწონა ეს 2 ხანი მოეწონა
შენთან არიანო? ჯერ ესე დაიწყეს თურმე. ეს ყველაფერი გიგას უნდა გადაიღო, იმიტომ რომ გიგა კაფეი გიგა. მაგრამ შენი კაფეი გადაიღო. ეს ორი ყოთ ეს ფილმი უნდა ყოფილიყო უხმო. არ არიანო მაგნიერებიო. ესენი შაბათში შორის დებულები. კაი. ისე სხვათა შორის YouTube-ზე ნახვები ექნებოდა. რატო დათახდნენ არ ძალიან მოგითხარით გვიჭირს მეთქი, რატო არ გესმის? ეს შორის ეს ამბავი მოუყევით ვანოს და ბიჭებს, ანუ ჩატში გქონდა ზარი, ვიდეო ზარი და ვანომ გითხრა უნდა დათანხმებოდით ძალიან გვიჭირს. რატო უთხარით ხალებო ვარი? ხომ ხედავთ როგორ კარგი. ეხლა გოგოებს ცოტა ხანი უნდა დაგასვენოთ. ვასოს ზოგადად მომზადებული კაცი არის ვასო. ძალიან მოწესრიგებული ყველაფერში, ხო იცით ეხლა მაისი ამბები და თავისი საინტერესო რამდენიმე ამბავი აქვს, რომელიც რომელიც დაიწყე, როგორც გინდათ, იმით დაიწყე. კარგი, მოდი ესე დავიწყებ, რომ ნუ თემატურად რახან ებმევა ბატონო ვანო, ესეთი თემა, ნუ ერთ-ერთ ასე ვთქვათ გასტროლზე ვართ ასული, რაღაც ვიღებთ უკრაინაში ვართ. სანამ ომი დაიწყებოდა, მანამდე ვამბობ ამას. გუნდი ვართ ასული, რაღაც გადაღება გვაქვს და გოგოებიც იყვნენ, თამუნაც იყო იქ რაღაცა და ხო იცი მე გავიშალეთ ასე ვთქვათ რა, ცოტა დავლიეთ ცოტა. ბეჯო საქმე. დავიშალეთ გოგოებს ამიტომ და რა ვაკეთოთ და მოდი წავიდეთ ახლა უკრაინაში სტრიპტიზ კლუბში წავიდეთ რა, რო სტრიპტიზ კლუბში რა ვაკეთებ. მე ვარ წამიყვანეთ მაგას არ გაფასწიეთ. აუცილებლად წაგიყვანთ. ამას გამოვასწორებთ, აუცილებლად წაგიყვანთ. $100 დავახურდავეთ და $100, ანუ აი ამდენი გრიმნა გამოვიდა რა, აი ესეთ რა, ანუ ჯიბეშო ჩავი რომ მივდივართ, იყირება უკან, მაგრამ აღარ იღებ რა, იცი რომ არ ეს არის რა, არა. ბევრია რა. შევედით ახლა აქ სტრიპტიზ კლუბში რაღაც დასვენები ვართ რა და რაღაც ნუ გოგოები ცეკვავენ რაღაც ვარაკაია რაღაც და მე და ჩემი თანამშრომელი. ხო. მე და ჩემი თანამშრომელი ვარ. ანუ ხალები გამოვიდნენ, ანუ ცეკვავენ არ ვიცი რაღაცა ჟირაფები. ისერს იქნებენ და ჩვენ ამ არახს დავარტყავ და ქართველები გრუზინები ვართ რა და ჩამოივლიან ერთ-ერთ ბოძები გამოიარა ერთმა გადავიდა იქით ანუ დადიან და ნუ ეხლა იქ მოსული ვარიანტია რომ ნუ მოვას რომ შენ წინ რო იცეკოს მაგალითად ამოიღებ რა რაღაც ჯიბეში რომ პიკინში ან ბუზღალტაში ჩაუცურებ რა და ცეკვავს ეხლა ეს გოგო რაღაცა და ეს თქვენ ფული გააქვთ ამ ფული გვაქვს კაცო გრივნები გვაქვს ასე ჯიბეში და მოვიდა ეხლა ეს გოგო ცეკვავს რაღაცა იქნევს აუ აღარ აი უნდა აი როგორ აი არ ვიცი მე არა ვარ სექსუალური მაგრამ ის აი ყველაფერს აკეთებს ხვდები რომ აი ეს ჯიბეს უყურებს რა რომ ეს ფული უნდა გადმოვიდეს ამის ბიკინში ჩვენი ფულები რაც არის რა გაის მოსამია გაის უნდა ჩაუდოს ეხა ჯიბეში და ეს გოგო გაიწევა უკან ანუ ეს აიღებს კიდე რომ უნდა ჩაუდო ჯიბეში კიდე გაიწევა უკან ხო რა არ მოწონს ეხა ამას ვერ გავიგე და ანუ ჯიბეში უდევდა ვანო 10 გრივნიანს 10 გრივნა არის ჩვენ ფულზე 80 ცენტი არ უნდა ხანწარო როგორ გამოგამებული ხედავს იქიდან რა და ახლა ჩვენ რა ვიცით რამდენია იმაში რა ქაღალდის ფული მოყვა და უკან იწევა რა მოიწევა გაიწევა რამდენი უნდა ჩაგედო რომ ერთი ათლარზე ასულიყო ბევრი ალბათ ნახევარი ჯიბე უნდა ჩაგედო რა კაი გადავედით შემდეგზე ვასო კაი შემდეგზე გავაგზავნოთ იგივე თემა ანუ 90-იანების ასე ვთქვათ 90-იანები ყველა გამოვლინდი გვაქვს 90-იანი წლები ყველა ეხა იქიდან მოვდივარ სტუდენტობა რაღაცა და შევიკრიბეთ ეხა ჩვენი სამეგობრო რა სტუდენტები და кейფია ეხა დავთვერით რაღაცა და ესეთი თამაში მოვიდა. ეხლა შეიკრიბეთ. ეხლა შევიკრიბეთ. ეხლა უკვე ვიხსენებთ ძველ ამბებს რა. პირველი სექსი რო ქონდაო, მოდი აი მაგას გაუმარჯოს ერთი ამბობს მეთქი რა შოში პირველი სექსი. რა ახლა თვალია კაი მეთი გაუმარჯოს. მოდი ეხლა ვისაც სად ქონიაო, უცნაურ ადგილზეო რა, მაგალითად რა. ანუ ყველაზე უცნაურ ადგილზე სად ქონიათ სექსი რა, ხო ან პოზას კი არ ყვება, ანუ უცნაურ ადგილს ყვება რა, პროცესს არ ყვება. მე მაგალითად ეხა ნუ მანქანაში და ეხა ტყეში და რაღაც სახურავზე ლივჩი არაფერი არაა შენი. ერთმა თქვა რომ მე მატარებელშიო მაგალითად მატარებლის ტუალეტშიო შევედითო რაღაც მივდიო არც ეგ არ არის. ერთი არის ჩუმად. და 90-იანებში
90-იანებში მამამისიც და ესეც იყვნენ მემანქანეები, მეტროს მემანქანეები იყვნენ. ხო და მე მეტროში ესე თქვა. მაგრამ პაუზა მეტროში? საბჭო მეტროში მეთქი საქართველოს მეტრო გვირაბში თუ საათ რანაირად. მატარებელში ამოს მოიწყა ბიჭო მატარებელში 90-იანებში აი ესე ქონა სახეები მიჭყლეტილი ერთმანეთზე იმდენი ხალხი ვიჯექი და იქ მეთქი რანაირად. არა მე ხო მემანქანე ვიყავი. მემანქანე იყავი ანუ შიგნით შერო მანქანა ანუ შერო მატარებელი მიყავდა იქ პატარა ის კარები რო პატარა კარები რო ხო იცი იქ დიდი სარკე რო კიდე ხო იცი იქ გაუიღე და იქ შეიყვანე კი აქ მიყავ მე ბიჭო მეთქი რანაირადო ერთი ხა მარჯანიშვილი და რუსთაველზე უნდება მატარებელი მაქსიმუმ 2 წუთი ხო რა მოაწარი მე არა გავაჩერე ანუ მეგობრებო ჩვენ 90-იანებში გვირაბში რომ ვიჭედებოდი და გემი წავდიდა და რაღაც არა ჟიმაობა ვითომ დაზიანება არა მაგარია წარმოიდგინე რამდენი მატარებელი გაჩერდა მთელი ხაზი რო ჩერდა და იმის მერე ხო გეუბნები ეს ისტორია რო არის როცა მეტროში ვარ და მატარებელი გვირაბში გაჩერდება всё მგონია რომ მემანქანა ჟიმაობს რა აი ინსტინქტურად ეგრე არის რა მოიგო ხო გეპიკრე და პირველ გრან-პრი არის ხო რახან მატარებელზე დავამთავრეთ ანუ საუბარი მეტროს მატარებელზე მე ესე თემატურად ამაქვს გადავედით უკვე დიდ მატარებლებზე ანუ ცეკვავდი როგორც იცით ყველა ბავშვობაში და 90-იანებიდან მივდივართ ან ის არ ვწდები ამ 90-იანებს ანუ ვლადიკავკაზიდან მივდივართ მოსკოვში მატარებლით 90-იანებში ანუ აქედან რამე წლის ახლა მაშინ ვარ ესეთი 14-15-ის ესე რა 15-16-ის ახალი აჩუჩუნებული რო გაქვს რა ეს პერიოდია და ყველაფერი კი არ უნდა თქვა ხო ეგრეა ეხლა რა ყველა ყოფილვართ მაგას აკისხოთ თან რუსეთში მივდივართ ხო იცი ხა გონია რომ პატარა ჟღვინტიანი ბავშვები ვარ და წავედი და ნუ იცი რომ რა ქვია ანსამს ყავს მუსიკოსები ხო მედოლე და აკორდეონი გარმონი ასე ვთქვათ რა ოღონდ ეს მედოლე ვინც არის ჩვენი არის როგორი ტიპი იცი აი ჯიჯი რა დოლი მაგრა იცის მაგრამ უსიმპათიო ტიპი აი როგორ გითხეთ ერთი დიდი წარბი რო აქვს ხო იცი ესე აი ჯიგარი ჯიგრულია ესე დაბანჯგრული ტიპია რა თვალებს რო იპარსა ხო აკაცოთლებია აი ხო და აშკარად არანაირი შანსი არ აქვს იქ რუსეთში რამე რო გამოვიდეს რა ხო და ეს პრავადნიცა დადის ხო იცი ჩაი ბორდგამცილებელი ხო პრავადნიცას როგორც ეძახიან ჩამოიარა ამ ბორდგამცილებელი მე ერთხელ გამოიარა ბორდგამცილებელი და ამას უჟუჟუნებს თვალებს ამას ბიჭო ამ ერთი წარბი რო ჩვენ ბიჭი ხა ბიჭები ვარ ბიჭობაში ხო იცი რაღაც ვეპრანჭებით ამას ხო იცი რაღაც არა ჩვენზე რეაქცია არ აქვს საერთოდ არ გვაქცევს ყურადღება საერთოდ ну ჩვენ ვიფიქრე და ეთყობა ძალიან პატარები მოვეჩვენე თან რაღაცა და ეს უფრო მოწონს მეთქი აბა რატომ უნდა მოგეწონოს ვეხვდები просто ეს წარბი ანუ ჯაჯეჯგვი არის რა დაიკარგა ეხა ეს ტიპი რა ანუ ხო იცი ხა უნდა იარო 2 დღე არ ვერ ანუ გვაინტერესებს სად არის არა ანუ კუპეში არ არის ნუ ვიფიქრეთ რომ მეთქი უეჭველი ეხა ამ ქალთან ეხა წავიდა რა ეხა უეჭველი რაღაცა და ხო ველოდებით რომ როდის მოვა და როდის რაღაც იტყვის რაღაცას რომ რა ქნა ამ ერთარბიანმა ხო გავიდა დრო არ არის მეთქი სად და მატარებელი ანუ გაჩერდა რა მატარებელი გაჩერდა ოღონდ გაჩერდა სად ანუ იცი ქალაქი კი არ არის რაღაცა ხრიოკში გავჩერდით რა არ ვიცი არც ხიდი ჩანს არაფერი არ ჩანს ვაფშე აი ვიყურები და ეს ადგას არაფერი ხე არ არის არაფერი არ არის დავიწყეთ ზებნა ეხა მაინც ამას ვეძებთ რა გავიარეთ ერთი ვაგონი არ არის მეორე ვაგონი გავიარეთ არ არის უკვე ნერვიულობთ რა მეთქი რაღაც თან ეს მატარებელი ძალიან ცუდად გაჩერდა მეთქი რა ვიცი კიდე ეს ბოლოს გავწდით და გავაღეთ ეს ხო იცი მატარებელი შორის ეხა კარებები რო ერთი კარები გავყოთ მეორე კარები გავყოთ და ეს ხალი დგას ეს ბორდგამცილებელი ეწევა და ოღონდ ეწევა და გავიხედე და ეს ჩვენი მედოლე მარტო ფეხები ჩანს რა სადღაც არის ჭერში შესული რა აი ჭერები ეხდება ჭერები ხო იცი მარტო ის
ბიჭო უყურებ რა გინდა მან ვაცადე რა მარტო ეს ოღონდ არის უცი ვარ ნუ აი გაოფლილი არის რა აი გაოფლილი და ამ ჭერიდან რაღაცას ჩამოაგდებს ესე ჩამოიღებს ამ ქალს ესეთი ჩამოწეული აქვს ესე რომ იწევა მატარების შუშები იქით გადააგდებენ ეს კიდე შეძრება შიგნით გამოიღებს გადააგდებს რაღაცა ესეთი ბოთლები რა პლასმასის ბოთლები ყრიან რა ოღონდ რო გადავიხე სავსე კაცო ძლივ ჩამოაქვს ამას იქიდან გაოფლილია წარმოიდგინე ძიმია და რო გადავიხედი ამატარებლიდან ხო გორა დგას რა რა ეს სვამი ჩამოზიდულია ხვდები სვამი ჩამოზიდულია აქედან და რა იყო კონტრაბანდული სპირტი გადაკონდა და მაგიტომ არჩია ეს ერთწარბიანი დიდი ჯეჯბი რომ ამის ეს ჩამოაჩვანა რა არაფერს თავი იმას აღარ ქონდა ისე გააძრო სიქამა რაიმეები რომ 1% აღარ ქონდა რა კონტრაბანდულ სპირტი ამუშავა კი პატივით საიმ ქალმა ეწოდა იმდე ხარ ისევა იქნებოდა რაღაცა ისევა იქნებოდა აი გადავედი ეს ისტორია მახსენდება კიდე ვეტერინარი ვარ მე პროფესიით ასეთო მოგეხსენებათ ხო და ანუ დავამთავრეთ ესე იგი უნივერსიტეტიდან ანუ ყველა ხო იცი ყველა ზოგმა კლინიკა გახსნა ზოგმა რაღაცა ჩემმა მეგობრმა გახსნა ვეტაპტიაკი გახსნა დიდუბეში ოკრიბას რო ეძახიან ახლა იქ ანუ ყველა სოფელში მიდის და რაღაც წამწამლები მე სულ არ ხოლმე მან ხო და ჩამოივიყი რაღაცა ფული ჩადო ბანკიდან გამოვიდა და წამლები იყიდა რა ზოგი რაღაც და მეც ხა იქავა რაღაცას ვეხმარები რაღაცა შემოვიდა ერთი ქალი გამარჯობა ახალი გახსნილიყო თავის წამალი თუ გაქვთ ეუნება რომ სოფელში მომხნელები ყავსო და მინდა რომ კი კაცო გერმანული გვაქვს ეს ეუნება ნაღდი გერმანული თავის წამალი გვაქვს მაჩვენე თუ შეიძლება მიაწოდა ამ ხალმა დახედა ვავართა გერმანული სოფლო კარგია და რამდენს ყოფნის ეს არის უმაგრესი წამალიო რა ამის დაყრა სადაც დაყრითო თაგვი როგორც კი მივაო შეჭამს თუ არა ქალბატონო 5 წამში იქვე მოკვდება ესე უნდა ხა ეს პატარა პაუზა არის იცით რა არის მე ჭერში მყავს თაგვები და რო შეჭამენ და იქვე რომ მოკვდნენ მე ჭერიდან რანაირად გამოვა ერთი წუთი ქალბატონო ჩავხედავ ანოტაციას არა ჭამენ გადიან ეზოში გადიან და იქ კვდებიან ეზოს გარეთ კვდებიან აი თან აწამის რო გაეყიდა ის ეზოს გარეთ გადიან პატარა ბარები მიაქვთ ჯერ თხრიან და იყრიან მიწას იმან ხავენ და ხო ეგეთი ისტორიაც იყო ხო კიდე ერთი საბავშვო და ერთი ისტორია არის ეს ჩემს საყვარელი ისტორიაა სეგმენტ პროდიუსერები ხარ ვიცით ხო როგორ აი ჩვენი სეგმენტ პროდიუსერიც რა შეგვიჭირ როგორ ხართ ხო ხართ კარგად ანუ დაყენებული ლაპარაკები აქვს ანუ გადაცემების სეგმენტ პროდიუსერი აბარია მაგალითად ადამიანების კონკრეტული ბლოკი შეიძლება ხო ან სტუმარს უნდა დახვდეს და შემოაცილოს ან დარეკვა ან მაყურებელი როგორ ანუ სეგმენტ პროდიუსერი როგორ ძალიან ბიჭო როგორ ხართ შევით როგორ ხართ ჩემს საყვარელი როგორ ხართ კარგად ეგეთი ეს არის რუსთავიორში არის ოღონდ ეს არის წარმოშობით არის სვანური გვარი აქვს რა და სასადილოში ვხედავთ რუსთავიორის სასადილოში და გემახსოვრეთ ალბათ ის სიუჟეტი რომ უცხოელი ჩამოვიდა სვანეთში და შიშველმა გადაიღო ფოტო სვანური ქუდი ქონდა მიფარებული ქონდა სვანური ქუდი ეგ რა და ეგ სიუჟეტი გადის ჩვენ ამ დროს ვჭამთ რა ეს გოგოც აქ არის ველაპარაკი რა ოღონდ ეს თავზე არის ტელევიზორი აი ისე რომ ისმის ხო ჩართული არის მაგრამ გესმის მაგრამ არ აქვს ყურადღებას რა სვანი ეს გოგო არ დაგავიწყო ოღონდ ლაპარაკობს ისე ხო და რაღაცა დღეს მეგონი ბევრი ხალხი მოვიდა ცოტა რაღაც ისე მოვიდა რაღაცა შეხედა რომ ამ ფოტო არის გამოჩენებული და ამას სვანური ქუდი ესე აქ არის და ვიჭო ეს ფირუსულა ჩაშოთი სვანი გახდა ვანო მიმინა მოაკბოთ მოკუბდა და დადო სიცხლი გამოგბოხლომ საერთო ისე გაგიჟდა რომ გავიდა ალბათ მოკლა ის არ ვიცი ალბათ არ ვიცი ხო მოკლედ ძალიან დიდი მადლობა
მინდა გადაგიხადოთ რომ მოხვედით და კიდევ ერთხელ დავაანონსოთ რომ გავაკეთეთ ახალი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი, ეს არის მარტიზე 45 ნომერზე, ასევე იქნება სირკლეზე ძალიან მალე. და ნუ რა ვიცი. წარმატებები ჩვენ აქვს და წარმატებების სპონსორებს. გელოდებით, ფიფასო მეგობრებო, მოდი ჩვენთან არ გაწყენინებთ. არ დარჩებით უკმაყოფილება. არ დარჩებით უკმაყოფილება. თქვენ თავარია მოხვიდეთ. კი ბატონო. სანამ დაგემშვიდობებით თამუნა დაგემშვიდობოთ და მე გადახვალ დასაკრავად თუ ჯერ დაგემშვიდობოთ აქედან და მე ისინი დაუკრავენ. მოდი დავკრავთ თამუნას გარეშე როგორ უკრავენ მაინტერესებს. აბა ესე ჯობია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის ჩვენი სტუმრები იყო რატო ფაკაძე, თამუნა ლეკვეიშვილი და თათია სულუაშვილი. უღრმესი მადლობა. მადლობა. ბასოტელი მაყურებლობა ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა ერთმანეთში ხვდებით ზუსტად ერთ კვირაში კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ უყურეთ ჩვენს ახალ ტელევიზიას რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი ერთი სიტყვით თქვენს სატელევიზიო პულტებზე შემოხაზეთ ნომერი 45 ჩვენი არხი შენია გადაცემის წარმოდგენია PSP. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის.